რუსთაველის გამზირი 194-ად გადაიკედა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. აქციის მონაწილეთა თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად ოპოზიცია მოცნებაზე ზეწოლის გაძლიერებაზე უნდა იმსჯელოს ქვეყნის შიგნით და სანქციების პოლიტიკის გასაგრძელებლად ესაუბროს პარტნიორებს. მე რო ეხა პატიმარი ვიყო და ყოველ საღამოს ველოდებოდე რომ რა ხდება გარეთ ხალხი აპროტესტებს თუ არა, მგონია რომ ერთ-ერთი სადაც ამას ხედავენ პატიმრები, ეს არის რუსთაველის გამზირი და მგონია რომ სხვა მიმდინარე პროტესტებთან ერთად, დღის აქციებთან ერთად რუსთაველი უნდა იყოს უცვლელი და მუდმივად უნდა გადაიკეტოს, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც როგორც პატიმრები, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ხედავენ, რომ ჩვენ ისევ ვიბრძვით და არ ვნებდებით. ყველაზე კარგი საშუალება დღეისათვის, რომ ვებრძოლოთ ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. არ შემიძლია არ თქვა ეს. იმიტომ რომ არალეგიტიმურია, არ არის კანონიერი, არ აგვირჩევია ჩვენ ეს ხალხი. და დღეს ზიან და იღებენ კანონებს, რომელიც არის უკანონო. არ აქვს ამის უფლება, არ აქვს. დაღუპეს ეს ახალგაზრდები, უამრავი ახალგაზრდა ჩაკეტეს. ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების დგომა აქ. ეს ხალხი იცავს ქვეყნის სინდის და ნამუსს იცავს, ჩემი აზრით. ეს ადამიანები ამაში დარწმუნებული ვარ. 6 თვეზე მეტია უკვე რაც გრძელდება საპროტესტო აქციები და ძალიან ბევრმა მათ შორის პოლიტიკურმა პატიმრებმაც თავიანთ წერილებში ვითხრეს და გვეუბნებიან რომ რუსთაველის პროტესტი ყველაზე მეც ნიშნავს.